ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა ავტობოქსი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანოვა გახლავართ. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა იაპონური ავტომობილები, უბრალოდ იაპონიიდან ჩამოყვანილი მანქანები, მარჯვენასაჭიანი ავტოების პლუსები, მინუსები, ასევე ის თუ რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანისას. კვალიფიციურ პასუხებს მოვისმენთ სოფლიოში ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანიის B-Forward-ის წარმომადგენლებისგან. მათ წარდგენამდე კი ტრადიციულად შევახსენებთ მენელს, რომ ჩვენთან ურთიერთობისთვის საშუალება აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოაგზავნონ. ამისთვის უნდა აკრიფონ შემდეგი ციფრები 91778, ასევე შეგვეხმიანეთ Facebook-ის გვერდზე, Facebook-ში აკრიფეთ ავტობოქსი. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანია B-Forward-ის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ზურა მორჩილაძე და გელა გოჩიტაშვილი, ასევე Car Express Forwarder-ის მარკეტინგის მენეჯერი დავით ჯეჯელავა. ეს სამი ადამიანია დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. სამივეს მოგესალმებით. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვეცდებით გავარკვიოთ ნიუანსები, რომელიც უკავშირდება იაპონიიდან, ამომავალი მზის ქვეყნიდან მანქანების ჩამოყვანის ტენდენციებს, ნიუანსებს. რამდენად გაიზარდა საქართველოში იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომობილების რიცხვი, რა გავლენა იქონია აზიური ტრანსპორტის სიმრავლე საქართველოში მანქანის ფასებზე. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება, რასაც მოვასწრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირდაპირ ეთერში გამოყოფილი დროის ფარგლებში. ჩვენ დიალოგი თქვენგან მცირე განმარტებით დავიწყოთ. B-Forward საქართველოში როგორ წარმოადგენთ? ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლობა. ჩვენ გვაქვს B-Forward-ის ლოკალური ოფისი საქართველოში. ოფისი, რომელშიც თქვენ შეიძინოთ მანქანა, გაიგოთ მანქანის შესახებ ინფორმაცია ანალოგიურად, როგორც დაუშვათ აქამდე ხდებოდა იაპონიასთან Skype-ით კავშირში და ასე შემდეგ. ანუ თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად მობრძანდეთ, გაიგოთ ნებისმიერ მანქანაზე ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც შეძლებს დაუშვათ ჩვეულებრივი იაპონელი დილერი, რასაც დაინახავს ის, რასაც ხედავს, ანალოგიურად ხედავთ ჩვენს იგივე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მთავარი ოფიციალური წარმომადგენლობა B-Forward-ის. B-Forward-თან თქვენი ფორმალური კავშირი, რაიმე კომპანიის სახელით არის, თქვათ, ინტეგრირებული თუ უშუალოდ B-Forward-ის წარმომადგენლობა? ჩვენ ვართ B-Forward-ი. გასაგებია, მაშინ სიცხადე ბოლომდე რომ შევიტარნოთ, დავით ჯეჯელავასაც ვკითხოთ, Car Express Forwarder-ის B-Forward-თან კავშირის ფორმალური რეალობა. კომპანია Car Express Forwarder-ი არსებობს 2012 წლიდან. 2012 წელში კომპანია Car Express Forwarder-მა უკვე შეიძინა ეს სახელი Car Express Forwarder-ი. 2012 წლამდე ჩვენი სახელი იყო Car Express-ი, მაგრამ მუდმივი რეორგანიზაციების და წინსვლის შედეგი გახდა ის, რომ შეიცვალა ჩვენი მენეჯმენტი, ჩვენი მიმართულებები და კომპანიის სახელი გახდა უკვე Car Express Forwarder-ი. რაც შეეხება B-Forward-თან Car Express-ის თანამშრომლობას, Car Express-ი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია გადამზიდავი კომპანიებიდან, რომლებმაც ურთიერთობა დაიჭირა კომპანია B-Forward-თან და განახორციელა მათი მანქანების პირველი იმპორტი საქართველოში. დღესდღეობით 90% B-Forward-ის ტვირთისა ხდება, გადაზიდვა ამ ტვირთისა ხდება კომპანია Car Express Forwarder-ის საშუალებით. ტვირთი ჩამოდის ქალაქ ფოთის ტერმინალზე. ტრანსპორტირება ავტომობილისა რა ჭდება? კომპანიასთან არის დაკავშირებული ხარჯების პლუს-მინუსი. გადმოზიდული ავტომობილების ღირებულება სხვადასხვა კომპანიებთან არის სხვადასხვა ღირებულების. ეს არის რთული ლოჯისტიკური სქემა ავტომობილის გადაზიდვა და გამომდინარე არის ბევრი ნიუანსიდან გამოდის ეს ფასი. დღესდღეობით ეს ფასი არის კონტეინერის ღირებულება $3,400. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია სთავაზობს ნებისმიერ მომხმარებელს ავტომობილის საგარანტიო მომსახურებას. რას მოიცავს ეს თავისთავში? ნებისმიერი ავტომობილზე შეუძლია ჩვენმა კლიენტმა გადაიხადოს საგარანტიო თანხა. საგარანტიო თანხის გადახდის შემდეგ ჩვენი ფირმა პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერ დაზიანებაზე ავტომობილის ექსტერიერის. ნუ ეს არ არის დაზღვევა, იმიტომ დაზღვევა უფრო ფართო მასშტაბის. არა, ლოკალურ დაზღვევას გულისხმობთ ტრანსპორტირების პერიოდში. არა დავარქვევდი ამას. დავარქვევდი მაინც გარანტიას იმისას, რომ ჩვენი გადაზიდვის შემთხვევაში, დაზიანების შემთხვევაში ჩვენ პასუხს ვაგებთ ტვირთის დაზიანებაზე. რატომ არის ამ შემთხვევაში მაინც
გადასახადი საჭირო, რატომ ვამატებთ ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ მანქანას თანხას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვესწრებით ავტომობილის ჩატვირთვას, ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამაგრების ხარისხზე. ნებისმიერ სხვა კომპანიას, რომელიც ჩატვირთვას აკეთებს, შეიძლება მოუვიდეს რაიმე ლაფსუსი ჩატვირთვის დროს და აი ამის გამო მოხდეს ავტომობილის დაჩხაპნა სახურავის ჩასწრება. სწორედ ამიტომაც რომ ჩვენ მომხმარებელს არ დაშირდეს დამატებითი ნერვების შლა, რასაც ქვია და იმისი ძიება თუ სად დაზიანდა მისი ავტომობილი, თუ გადაიხდის $50 და ხაზი მინდა გაუსვა, რომ $50 იხდის ნებისმიერი ღირებულების მანქანაზე, ის $500 იღებს თუ 10,000 და ეს $50 არის გარანტია იმისა, რომ თუ ტრანსპორტირებისას რამე მოვიდა, გარანტია იმისა, რომ თუ ნებისმიერ დაზიანებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ჩვენ საგარანტიო განყოფილებას მიყავს ავტომობილი, აკეთებს შეფასებას და მომხმარებელს აბარებს მას კონტეინერის ღირებულება $3,400. კონტეინერში რამდენი მანქანა ეთება? კონტეინერში შეიძლება მანქანები მოთავსდეს 4-დან 6-მდე. ჩვენი რეკომენდაციით 5-ზე მეტ ავტომობილს კომპანია B-Forward კონტეინერში არ ათავსებს. არ ათავსებს, ხო? B-Forward-ის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერთან ზურა მორჩილაძესთან გადავინაცვლოთ. იაპონიიდან ჩამოყვანილ ავტოებს ბევრი პლუსი აქვთ, ძალიან ბევრი, თუმცა მუსირებს ესეთი ფორმულა, რომ ევროპული ავტოები, ევროპიდან ჩამოყვანილი მანქანები, თქოთ ექსპლუატაციაში, საექსპლუატაციო ხარისხით, ანუ გამძლეობით აღემატებიან აზიურს. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ პოზიციას და თქვენი გადასახედიდან როგორი გავლენა მოახდინა მარჯვენა საჭიანმა ავტოებმა, ანუ იაპონიიდან ავტოების ასეთი დიდი რაოდენობით ტრანსპორტირებამ საქართველოში სატრანსპორტო ბაზარზე, უბრალოდ გასაყიდი მანქანების ბაზარზე. კი ბატონო, ანუ რაც შეეხება იმას, რომ თქვა აზიური მანქანები ხარისხით, ანუ უფრო ნაკლები არიან, ძელვადიან პერიოდში ექსპლუატაციის გამძლეობაზე. მე როგორც ინფორმაცია მაქვს და ბოლო კვლევებით, რომელიც ერთ-ერთმა უცხოურმა კომპანიამ ჩაატარა, იაპონური მანქანები არ ჩამოუვარდებოდნენ არც ერთ წამყვან ევროპულ მანქანებს თავისი ხარისხი და გამძლეობით გრძელვადიან პერსპექტივით. რაც შეეხება რამდენად იქონია გავლენა ფასებზე და ავტო იმპორტზე ზოგადად, ეგ რა თქმა უნდა მართალი არის, ეგრე იმოქმედა, იმიტომ რომ იაფი მანქანები არის აზიიდან და თქვათ შეამცირა ევროპული მანქანების გაყიდვა, კი ბატონო, ღირებულებას და გაყიდვაც, ანუ რაოდენობას. შესაბამისად, საქართველოში უკვე თბილისში შესამჩნევია არის, რომ დიდი რაოდენობით უკვე თუ ნახევარი არანაკლებ არ ჩამოვარდება. თქვენ გექნება სტატისტიკური მონაცემები იაპონიიდან ავტომანქანების საქართველოში ჩამოყვანის სტატისტიკური მაჩვენებელი? მე შემიძლია მხოლოდ B-Forward-დან გითხრათ, ვთქვათ, წლის განმავლობაში რამდენი მანქანა ჩამოდის თვლიანად იაპონიიდან, არ მაქვს სამწუხაროდ ეგ ინფორმაცია. ჩვენ ახლა მე წილს აქცევთ B-Forward-ზე ვაკეთებთ. კი ბატონო, ანუ 2014 წელს დაახლოებით B-Forward-დან ჩამოყვანილი იქნა 2500 მანქანა მარტო B-Forward-დან. შემდეგ უკვე ბოლო პერიოდში მოიმატა ამ რაოდენობა. წლევანდელი მონაცემები ჯერჯერობით არ გამაჩნია ხელს, მაგრამ აი 2013 წელში საკმაოდ დიდ რაოდენობა შეადგენდა B-Forward-ის წელი ქართულ ბაზარზე 8000 შემოსული მანქანა ფიქსირდება B-Forward-დან. დავით ჯეჯელავა მანიშნებს, რომ მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ამაზე სტატისტიკურად. საერთოდ ჯამში ჩვენი კომპანიის მიერ ყოველთვიურად დღესდღეობით აი ბოლო 2-3 თვის პერიოდის სტატისტიკას თუ გეტყვით, იმპორტირდება 3000-დან 3500 ავტომობილამდე. საერთო თვეში. დიახ, საერთო ჯამში არის სტატისტიკის მიხედვით 4000-დან 4500 ავტომობილამდე, რომელიც იმპორტირდება საერთოდ იაპონიიდან. აქედან ექსპორტი სომხეთის მიმართულებით არის 1000 მანქანამდე. მათი სიკარგე, ანუ განსაკუთრებული პლუსი არის იმაში, რომ მანქანა არის საოცრად შენახული. ჩვენ ხო სამწუხაროდ მეორად ავტომობილებზე ვართ აქცენტირებული და სიხალასი აქვს ავტომობილს, რომელიც იქიდან ჩამოდის. თან ეს იაპონური ფილოსოფია, კონცეფცია აისახება მათ ავტომობილებზე და კარგია რომ თქვა ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი საინტერესოდ და კარგად მიიღო. გარდა ამისა, ანუ გარბენი რომ როგორც წესი ნაკლები აქვს იაპონურ მანქანებს. კიდე რაც აქვს იაპონურ მანქანებს, ეს არის შეფასება, რაც განსხვავებით ამერიკული მანქანებისგან თითქმის ზუსტი ინფორმაცია არსებობს მანქანების მდგომარეობის შესახებ. ალბათ ამავე თემას უნდა გამოვეხმაუროთ იმ კუთხითაც, რომ ევროპიდან მანქანების ტრანსპორტირებისას ეს მეტწილად კერძო პირებს ეხებათ, რომლებიც ავტოიმპორტში მონაწილეობდნენ. ძალიან ხშირი იყო უკვე ბოლო პერიოდში, სანამ თქვა იაპონიის თემა გააქტიურდებოდა, როდესაც ჩამოყავდათ დამტრეული ავტომანქანები, ფაქტობრივად აწებებდნენ, რაღაც საოცრებებს აკეთებდნენ. სახელოსნოები, თქვა ახლა არ ვიცი, მაგრამ ბოლო 2 წლის
წლის განმავლობაში თუ მანამდეც და ახლაც არა ძალიან სერიოზულად იყვნენ გადართული იმაზე, რომ აქ რო ფუჭდება, აქ მოსიარულე მანქანა, ის ნაკლებად დაინტერესებდათ, აქცენტირებულნი იყვნენ კერძო ავტოიმპორტიორებზე, რომლებსაც ჩამოყვანილი ყავდათ რაღაცა დალეწილი ავტომობილი, ამას ააწყობდნენ, გააკრიალებდნენ, გააკეთებდნენ, მერე ბაზრობაზე იტყოდნენ, ძმაო, ჩვენ ხელი არ დაგვიდია, ასეთი ჩამოვიყვანეთ და ვერ მივხვდები, ხო? და იაპონიის შემთხვევაში მე ყოველ შემთხვევაში ნაკლებად ცვენია ჯერჯერობით ასეთ რამ და იმედი მაქვს რომ აღარ იქნება. ნაკლებად არის შედარებით. ნუ რო ჩავთვალოთ, ხა დაიწყო დაუშვათ ეს ჩამოყვანა სანამ ამერიკის ავტომობილები შემოვიდოდა ასე ვთქვათ ბჭყალებში მოდაში საქართველოში, თავიდან იყო ევროპული ავტომობილები. ჩამოყავდათ დილერებს ან თვითონ ჩამოყავდათ ან უკვეთავდნენ გაფუჭებული მანქანა, რომელსაც დაუშვათ ან თურქეთში აკეთებდნენ, ამზადებდნენ, ან საქართველოში და ნუ ამერიკამ გადაუჯოკრა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თითქმის ყველა კოპარტის აუქციონზე დაუშვათ თითქმის ყველა მანქანას რაღაცა ზიანი აქვს, ზოგს დიდი და ზოგს პატარა. აღარ საუბრობთ ჩანაძირებზე საერთოდ იაპონური მანქანების ფასიდან გამომდინარე, ანუ ასაც კარგავს რომ ჩამოიყვანო ისეთი მანქანა, რომელიც აქ იქნება გასაკეთებელი. ანუ თავისი ხარჯი რომ დაემატება, ანუ თავის ფას უკვე იაპონური მანქანების ფასი ზოგადად დაბალი არის ვიდრე ევროპული მანქანების. ამიტომ იქიდან დამტრეული მანქანის და შემდეგ შეკეთების და გაყიდვას აზრი აღარ აქვს და ამიტომ ხდება მხოლოდ ძირითადად მაღალი ხარისხის მანქანების ჩამოყვანა. გასაგებია, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი უახლოვდება დასასრულს, დატბორილ ავტომობილებზე რადიაციის საფრთხეს და შემდეგ, ასევე იმაზე თუ რამდენად ადაპტირებადია საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, ჩვენ ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ, რამდენიმე წუთიანი სარეკლამო სავალდებულო ჭრა გვაქვს. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. კლავ პირდაპირ ეთერში ვართ, გადაცემა ავტობოქს უსმენთ პირდაპირ ეთერში. დღევანდელი საუბრის თემა არის იაპონიიდან ავტომანქანების ტრანსპორტირება. ავტოიმპორტიორი კომპანია B-Forward-ის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ზურა მორჩილაძე და გელა გოჩიტაშვილი, ასევე Car Express Forwarder-ის მარკეტინგის მენეჯერი დავით ჯეჯელავა ჩვენთან სტუმრად. პირველ ნაწილში მივიხილეთ ასე თუ ისე იაპონური ავტომობილების შესაძლებლობები, პრინციპში ამავე თემით განვაგრძობთ დიალოგსაც, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს თქვენთან B-Forward-ზე როდესაც შევედი, კარგია რომ იქენებ შორის ქართულიც არის დამატებული, მომხმარებელს მეტი საშუალება ეძლევა რომ სერვისი გაუმარტივდეს. თქვენს ვებგვერდზე მის ზედა ნაწილში შუაში მითითებულია შეტყობინება უსაფრთხოების შესახებ, სადაც წერია რომ მუხტილდი B-Forward-ის სახელით გამოგზავნილ ყალბ-წერილებს. რის შესახებ ვაფრთხილებთ მომხმარებელს და რას ნიშნავს ეს? ალბათ ზურა მორჩილაძე გასწრებს ანუ ბოლო დროს მოვლდა ეგრეთ წოდებული ყალბი B-Forward-ის საიტები და კომპანიები, რომელიც იყენებენ B-Forward-ის სახელს. მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მდებარეობს ყაზბეგის 13 ნომერში და მხოლოდ ამ ოფისს შეუძლია იყოს B-Forward-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გამოიყენოს B-Forward-ის ემბლემა. მე მინდა უთხრა ყველა მომხმარებელს, რომ მობზანდეს ჩვენს ოფისში, თქვა, შეგვიძლია იგივე ფუნქციები გვაქვს, რაც იაპონურ დილერებს აქვს, ფუნქციები, დაბრუნის ფუნქციები და იაპონიის ოფისთან განსხვავებით შეგვიძლია ქაბუშაოთ ქართული დროით, რა თქმა უნდა. და შეგვიძლია არასამუშაო დროსაც განვახორციელოთ მანქანის ბრუნები. და ანუ ურჩევდი ძირითადად ვინც იყიდის დისტანციურ დაჯავშნაზეა საუბარი. კი, დისტანციურ დაჯავშნაზეა და ურჩევდი. ანუ ჩვენი ინტერესი არის რომ მანქანა გავყიდოთ და არ მოუგოთ ფული. ჩვენ ვართ B-Forward-ი. ჩვენ არ ვართ რომელიმე სხვადასხვა. B-Forward-ი გიხდით, ანუ ცალკე ფულს. არა, თემა ეგ არის რომ ჩვენ ფულს არ ვუგებთ ამ მანქანებში. ეს როგორც დაუშვათ სხვადასხვა სადილერო კომპანიები უმატებენ მომსახურების $100, $200 თუ $40. ჩვენ პირიქით ვცდილობთ რომ სეილიც გავაკეთოთ, ფასდაკლება გავაკეთოთ, თუ შესაძლებელია, ჩვენ შეგვიძლია ეგ. იმიტომ რომ უშუალოდ B-Forward-ის კი ბატონო და ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი, ყველაზე კარგი მომსახურების სერვისი და ასე შემდეგ მანქანის ყიდვა B-Forward-ი. თქვენ პარტნიორები B-Forward-ის სახელით საქართველოში ყავთ თუ მარტო თქვენ ხართ რომ მხოლოდ ჩვენ ვართ. არ არსებობს სხვა B-Forward-ის ოფისი საქართველოში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ნუ არის სხვადასხვა რაღაც ტაშკენტზე და კუტუზოვზე და რაღაც ოფისები ვიცი რომ არის და ეს არის არ არის წარმომადგენლობა B-Forward, ეს არის ჩვეულებრივი სადილერო რაღაცა ოფისი. რომლებიც უბრალოდ იყენებენ B-Forward-ის სახელს. თვითნებურად B-Forward-ის. კი, და ზედმეტად უგებენ ფულს კლიენტს. ძალიან რო თქვა სეილებს აკეთებთ, თქვა ფულს არიღებთ მანქანების ტრანსპორტირებას. მაგრამ თქვენ ფინანსური მხეირი რაში გაქვთ? ფიქსირებული ხელფასები გვაქვს ჩვეულებრივად, როგორც თანამშრომელი იაპონიიდან.
ჩვენი ინტერესია უბრალოდ რომ ბევრი მანქანა გავყიდოთ და ზედმეტი ფული მოუგოთ არ არის ჩვენს ინტერესში არ შედის. და დილერი რამდენი დილერი ყავს საქართველოში Bforwards? 5 დილერი ყავს. ანუ თქვენ გარდა კიდევ 3. თქვენს ვებზე იგივე ვებგვერდის თემას განვაგრძობ მაშინ. პუნქტებადაა დაყოფილი ახალი პროდუქცია, გასაყიდი ავტომობილები, პრემიუმ კლასი. სახელწოდება თვითონვე მიმოუთითებს რაღაც გულისხმობს თითოეული, მაგრამ პირველად ნახვალისთვის გაკვირვებას იწვევს გასაყიდი ავტომობილების გრაფა, სადაც წარმოდგენილი ავტომობილის ფასი მაგალითად $27-ია და კი ბატონო, დღეს $1 ნორმალური ავტოებია, წლოვანებით, მოდელის ტიპაჟით, ფორმაციით, რა მიზეზითაა ამ გრაფაში წარმოდგენილი მანქანები ასეა. საიდან მოდის ეს ყველაფერი? წარმოვიდგინეთ, Bforward თვეში მსოფლიოს მასშტაბით 17000 მანქანას მაინც ყიდის. აქედან გამომდინარე შესყიდვები ხდება ჩვეულებრივად აუქციონიდან, Bforward ყიდულობს მანქანებს და არის მანქანები, რომლებიც იპარება, აქვს დაუშვათ ნაკლები შეფასება ვიდრე სხვებს, არის კარგი მანქანების, არის ცოტა შედარებით ცუდი მანქანების, მაგრამ ისეთი მანქანა რომ დაუშვათ რაღაც საშინელება ჭირდეს და უვარგისი იყოს, ძალიან იშვიათია რა. ეგეც ხო ხდებით არა ძალიან ძნელია. შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება Bforward-ზე მყოფი. თუ კარგ მანქანას არჩევ, შეიძლება ის მანქანა $27 იყიდო და ნორმალური იყოს. თავისთავად თავისუფლად შეიძლება. მე რაღაცა აუქციონის საწყისი ფასი ავტომობილის. ძალიან ხშირად მანქანის გაუფასურებას იწვევს დიდი ხნის განმავლობაში მისი არ გაყიდვა. მანქანა მას შემდეგ რაც 1-2 თვე არ გაიყიდება, ხდება მისი გასეილება. ხშირად მანქანა უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ის აუქციონზე მოიგეს. ეს გამოწვეული არის იმითი, რომ Bforwards აქვს ძალიან დიდი ბრუნვა 17000 ავტომობილამდე და მისთვის არახელსაყრელი არის 3 თვე იდგეს ავტომობილი ავტოსადგომზე და ამ შემთხვევაში სხვადასხვა ხარჯი და გადასახადი დაემატოს მას. სწორედ ამის გამო არის ფიქსირებული გაშებული ამოყიდვაზე. ანუ რეალურია ეს ფასები $27 დაგებული ავტომანქანა. ჩვეულებრივად რეალურია. რა თქმა უნდა $27 ემატოს ჩატვირთვის თანხა და შემდეგ უკვე ტრანსპორტირების თანხა. გააჩნია, ანუ ზოგადად ფიქსირებული ჩატვირთვის თანხა არის $500, თუ დასეილებულია, ამ შემთხვევაში არის $700. დასეილებულზე უკვე $700-ია. და ხშირად რეკავენ და კითხულობენ, რომ საიტზე შეიცვალა კალკულაცია. ანუ სადაც ფიქსირდება თანხა ფოთამდე, რა ჯდება, ოღონდ იქ არ არის დათვლილი კონტეინერის თანხა. და მინდა რომ ყურადღება გაამახვილონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეკავს და კითხულობს. პუნქტობრივად ეს გავიაროთ უცებ, ისედაც ცოტა დრო გრჩება. $27-ად ავარჩიე რაღაცა ავტომობილი, რა, 2004 წლიან ავტომობილს მე ვათვალიერებდი, იქ ნორმალურ სიპოვე. ავარჩიე $27-ად. იმისთვის რომ მე მივხვდე მანქანის თქვა შეფასების კრიტერიუმი, რამდენად აკმაყოფილებს ჩემ მოთხოვნილებას და რამდენად სანდო. ამისთვის მე რა ვშვები, თქვენთან ვრეკავ. კი ბატონო, და გეუბნებით რომ ესა და ეს ავტომობილია და დამეხმარებით რაში. ჩვენ უბრალოდ შევალთ ისეთ საიტზე, რასაც მხოლოდ ჩვენ ხედავთ სტომა გვაქვს ბაზაზე შიდა სერვერის წყალობით შიდა სერვერის უბრალოდ მივიღებთ ისეთ ინფორმაციას დავინახავთ შეფასების ფურცელს დამატებით ჩვენ დაუშვათ ყველას აქვს ის შეკითხვა რომ აი იაპონურს როგორ კითხულობთ ჩვენ ეს შიდა ბაზა რაც არის მოწყობილია ისე რომ ინგლისურ ენაზე გვაქვს ნებისმიერი პრობლემა თუ რა გამერსოს ინგლისურად კითხულობ ანუ პრობლემა არ არის ჩვეულებრივად ირჩევა ის აუქციონის ფურცელი დილერების დახმარებით ქართული დილერების დახმარებით მე მოვახერხებ თქვათ მივიღო ინფორმაცია ბანკანის შეფასების ინფორმაცია რასაც მოგაწვიან იაპონიაში დამატებითი ინფორმაცია და ფასი რომელი კომპანიით მოდის და ნებისმიერი ინფორმაცია თქვა თქვენთან მიღებულმა ინფორმაციამ დავარწმუნა იმაში რომ $27 ძალიან მაგარი მანქანა და ყიდვა გადაწყვეტე მე რა ვშვები $27 რას ვამატებ და რა პროცედურებს გავდივარ ანუ დილერს უკვე ეუბნებით რომელი მანქანის ყიდვა გინდათ უგზავნით სახელგვარს ანუ პირად მონაცემებს შეგიძლიათ იმეილზეც დაგისვათ ინვოისი თუ თქვათ არ გინდა თქვა იმეილზე დასვა შეგვიძლია ჩვენ ოფისში მობზანდეთ და გაიტანოთ ინვოისი $27 გადავიხადეთ. მე $700 ჩატვირთვის. რახან ეს $27-იანი მანქანა არის ფასდაკლებული. დიახ. $700 ჩატვირთვის და შემდეგ უკვე გიკავშირდებათ ჩვენი ისე რო ქვია Car Express-ი, ანუ პარტნიორი კომპანია.
გიკავშირდება თავისით და იხდით კონტეინერის საფასურს $850 საშუალო ზომის მანქანაზე, პატარა მანქანაზე $675 და დიდ მანქანაზე $1050. გადახდა ხდება ორ ეტაპად, ესე იგი პირველ ეტაპზე იხდით B-Forward-ის ღირებულებას, უკვე ავტომობილის ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე იხდით Car Express Forwarder-ის მომსახურების საშუალო მანქანის ტრანსპორტირება რა ღირს საშუალო ზომის $850. ზედანი 725 დაემატება 850? კი ბატონო. კი ბატონო. მანქანის არასწორი 27. დაყოფა იქნება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გადახდა ხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გადახდა არის ავტომობილის ღირებულება ჩატვირთვით, შემდეგ ეტაპზე არის ტრანსპორტირება ავტომობილის. ანალოგიურს ვიძახდე მე. გასაგებია. ხო, რა შეიძლება საგარანტიო მომსახურების გადახდა, მისი გადახდა შეგიძლიათ კონტეინერის გახსნამდე ნებისმიერ დროს. თავი არის გადაიხადოთ კონტეინერის გახსნამდე. თუნდაც 1 საათით ადრე. კონტეინერის გახსნამდე და უკვე ხალხს ალბათ დაინტერესებს როგორ შეიძლება დაგვიკავშირდეს, რომ არ შეცდეს და დაუშვათ სხვას არ მიადგეს. კი, ადგილმდებარეობა იცით, მაგრამ ჩვენ ნომერს ვიტყვი 2-196-111. $727 ფასდაკლებული მანქანის ჩაბარგებიანა, ტრანსპორტირება 850 დაემართა, ეს გამოდის $1567 და ფოთში ყავს. და შემდეგ განბაჟების თანხას ამატებ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რომელსაც გვერდს ვერანაირად ვერ აუვლით. ჩვენ დაკმორილი მანქანები ვახსენეთ. იაპონიაში რამდენიმე წლის წინათ ცუნამის მიერ დატოვებულ ნეგატიურ შედეგებს შორის, რა თქმა უნდა, ადამიანური დანაკარგების შემდეგ პირველია ატომური რეაქტორიდან გაჟონვა და მისი შედეგები. თავდაპირველად, იყო აზრი, რომ იაპონიიდან დატოვებული მანქანები იაფად გაედინებოდა მათ შორის საქართველოში, მაგრამ ეს უკვე გავლილი თემა იყო, არ იყო, არ ვიცი, მაგრამ ამაზე მეტად საგანგაშოა თქვა რადიაციული ფონის მქონე ავტოების იაპონიიდან გაღწევა და იგივე საქართველოს შემოვასვლა. რამდენად დაცულია ქართველი მომხმარებელი ამ მხრივ? აი როგორც ამ ავტომობილების მიმღები კომპანია სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი რადიაციული ავტომობილი საქართველოში არ შემოსულა. თქვენ რა გარანტია გაქვთ რა იცით? ჩვენთან ერთად ავტომობილებს ამოწმებს ფოთის ტერმინალი, რომელიც არის ახდენ შემოწმებას პროდუქციისას საზღვარგარეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გამოვაცხადო, რომ ფოთის ტერმინალი, საბაჟო ტერმინალი, ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი დონის და ყველანაირი სტანდარტს რო აკმაყოფილებს ესეთი საბაჟო სამსახური და თითქმის შეუძლებელია რომ იქ შემოვიდეს რაიმე რადიაციული ან საერთოდ მავნებელი ტვირთი. იქიდან გამოსვლისას არის შემოწმება, მანქანის შეფასების გრაფაში არის თქვა რადიაცია თუ არ არის. ჯერ ერთი სინყოფილას იყო შემთხვევა, როცა კონტეინერი დაიშალა, დავშალეთ იმის გამო, რომ მასში იყო რადიაციის ფონი უფრო მაღალი. და რა აღმოჩნდა მე? ერთ-ერთ მანქანას საბურავებზე აღემატებოდა რადიაციის დონე ძალიან მინიმალურად დასაშვებ ფონთან შედარებით. გამომდინარე იქიდან, რომ იაპონიის ჩვენი იაპონელი წარმომადგენლები, პარტნიორები ძალიან უფრთხილდებიან თავის სახელს პარტნიორებს, მოხდა ამ კონტეინერის დაშლა, ის მანქანა დარჩა იაპონიაში და შეიცვალა სხვა მანქანით. გასაგებია, გელას უნდა რაღაცის თქმა ანუ სანამ ეს საქართველოსამდე ჩამოაღწევს კონტეინერი, ხო? მიდის შემოწმება დაუშვათ, ჯერ იაპონიაში თვითონვე მოწდება, შემდეგ უკვე B-Forward-ი ამოწმებს თავიანთ მანქანებს და ანუ სრული ფილტრაცია ხდება. დასასრულს უახლოვდებით და ახლა ეს კითხვა რო არ დავსვა, რაღაცა ლოგიკას მოკლებული ვიქნებით. კითხვა, რამდენად შესაბამისია ჩვენთან მოწყობილი საგზაო სისტემა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების გადაადგილებას? თქვენ ნაკლებად გეხებათ იმ კუთხით, რომ ეს უფრო ობივატელის თუ თქვათ ოფიციალური სატრანსპორტო სამსახურის შეფასების საგანია და რიგითი მომხმარებლის, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს ამ მხრივ, როგორც გადაცემის დაწყებამდე ვისაუბრეთ, თქვენ ძალიან შეგუებული ხართ მარჯვენა საჭიანს, მაგრამ აი და თბილისში ქუჩებში რო გაივლით უკვე მივხვდებით, რომ თბილისი შეგუებულია მარჯვენა რულიან საჭეს. საკმაოდ ბევრი იაპონური მანქანები მოზარავს მარჯვენა საჭიანი. იქნებ რაღაცა რეგულაციებით შემოვიღოთ, რომ გამარტივდეს მარჯვენა საჭიანი მანქანით გადაადგილება. იცით, ჩემი აზრით მეტ პრობლემას ქართულ მომხმარებელს სუდი გზები უქმნის. პრობლემატური ბევრი სხვა პრობლემა გაგვიჩნდა რეალურად. მარჯვენა რულს თან მეტად რო ვაწუხებ. კარგით, აი უკვე მარნიშნებენ რომ ჩვენი გადაცემის დრო იწურება და გელასგან ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ დრიფტერების გარკვეულ კლუბის შექმნაზე და ამაზე ძალიან მოკლედ იქნებ გითხრა რომ მოკლედ ესეთი სიტუაცია B-Forward-მა და Car Express-მა გააკეთეს ესეთი რაღაც ჯგუფი ჩამოაყალიბეს. Car Express Forwarder-მა, ხო.
ბოდიში. ჩამოაყალიბეს ესეთი გუნდი, რომელიც შედგება 4 დრიფტერისგან, ჩამოიყვანეს სპეციალურად მანქანები, გამზადებული მაქსიმალურად და ძალიან ძლიერი მანქანები არის, რომელიც საქართველოში არ შემოსულა აქამდე ასეთი დრიფტ მანქანები და აქედან გამომდინარე იქნება უამრავი ვიდეო, უამრავი შოუ და ესეთი დონე მოკლედ ჯერჯერობით საქართველოში არ ყოფილა. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. მაგალითად რომ არ მოვიყვანო არ შემიძლია ჩემი ნაცნობი, რომელსაც BMW ყავდა და ამით რბოლობდა. გაყიდა ავტომანქანა Nissan Silvia ჩამოიყვანა, ოჯახისთვის იყენებს და მე უკვე თვითონ ერთობა ამ მანქანით. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. იმედი ვიქონიოთ რომ მომხმარებელს თუნდაც მინიმალური დოზით საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ. ერთი კვირით ემშვიდობება რადიო მსმენელს. გადაცემა ავტობოქსი. თქვენ მადლობა მოგზაურობისთვის ნახვამდის. ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი.